კეცბაიას ეროვნულ ნაკრებში მუშაობას დადებითად ტელეფონის ნომერი 240-95-01 უარყოფითად 240-95-02. მაშაც ჩვენი პირველი თემა ბუნებრივია ფეხბურთი და საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის საქართველოს ნაკრებს პარასკევს და გუნდმა დღეს უკვე დაიწყო შეკრება არასრული შემადგენლობით შეიკრიბა დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები და პირველი ვარჯიში ჩაატარა დინამო არენაზე ხედავთ ამ ვარჯიშის ფრაგმენტებს მანამდე იყო პრესკონფერენცია თუმცა ამ პრესკონფერენციის დეტალებზე ბატონი თემური თვითონ აქ სტუდიაში გვესაუბრება და შეეხება ფეხბურთელებს განწყობა ძალიან კარგია და ნახოთ როგორ წარიმართება შეხვედრა რომელსაც ქართველი გულშემატკივარი ძალიან დიდი იმედით ელის გერმანიასთან თამაშის უყურეთ და უყურე მე პირადად და ვნახეთ რომ ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და არ უნდა შეხედოთ ის თუ რამდენად ძლიერი გუნდია, მაგაზე ფიქრი კარგს არაფერს არ მოგვიტანს და მე ვფიქრობ რომ უბრალოდ უნდა გავიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ და ბრძოლით და ჟინით მე ვფიქრობ რომ ყველაფერი ნორმალურად უნდა იყოს ღმერთის სწავლობით. კარგ სიტუაციაში ვარ, ბოლო 4 თამაშში 3 გოლი გავიტანე, კარგად ვხსნობ თავს და მზად ვარ რომ ნაკრებში ჩემი მაქსიმუმი დავდო ამ კონკრეტულ თამაშში. ვინც კარგად მიცნობს, ყველამ კარგად იცის თუ რას წარმოადგენს ეროვნული ნაკრები ჩემთვის და მართლაც დიდი გზნობა არის და ვეცდები რომ თუ მომიწევს თამაში, მაქსიმუმს გავაკეთებ რომ ნაკრებისთვის ჩემი თამაშით წარმატება მოუტანო. მაშასე გადაცემის პირველი ნაწილი ბატონ თემურ დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. კიდევ ერთხელ გეტყვით თემურ კეცბაია არის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და კიდევ ერთხელ ჩვენ გვაქვს საშუალება განახოთ ის ინტერაქტივი რომელსაც გთავაზობ დღეს როგორ აფასებთ თემურ კეცბაიას ეროვნულ ნაკრებში მუშაობას დადებითად თუ უარყოფითად და შესაბამისი ტელეფონის ნომრებია თუ დადებითად აფასებთ 240-95-01 თუ უარყოფითად 240-95-02. მაშასე დღეს დაიწყო შეკრება და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის ბატონ თემურ წინ დღეს ისაუბრეთ თქვენ ამ შეხვედრაზე რომ ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი შეხვედრაა რადგანაც შეიძლება ამ შეხვედრის შემდეგ ისე მოხდეს რომ უბრალოდ ნაკრებს შანსი აღარ ქონდეს შემდგომ ეტაპზე გასვლის და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი ემზადებით თქვენ რაიმე განსაკუთრებული მზადება ხომ არ არის ნაკრების პირველ რიგში მოგესალმებით ყველას მე მინდა თავიდან პირველი იმით დავიწყო პირველ რიგში მივუსამძემრო როინ კვასხაძეს მამა გარდაეცვალა სამწუხარო ამბავი არის გუნდში როინი ამ დროს თავის ოჯახთან ერთად იმყოფება და ჩვენთან იქნება უკვე სამწუხარო რა თქმა უნდა სამწუხარო ამბავია მთელი ჩვენი გუნდის სახელით მინდა სამძიმარე გამოუცხადო მის ოჯახს და რაც შეეხება ნუ თამაშს რა თქმა უნდა ძნელი თამაში არის პრინციპში ადვილი თამაში ჩვენ პრინციპში არც გქონია ნუ არც არის ადვილი თამაში ვეთამაშებით როგორც გაირკვა ძალიან ბევრს ეგონა რომ ჩვენ გვეჯგუფში გერმანიის ნაკრები ფავორიტი იქნებოდა თავიდან ნუ მე მაინც გონია რომ ფავორიტი იქნებოდა გერმანიის ნაკრები ის იქნება ის ნაკრები რომელიც ჩვენ გვეჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს მაგრამ აქ სხვა გუნდებმაც ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს და პრინციპში ძალიან ისეთი დაძაბული სიტუაცია მაგრამ იმასაც თუ ნახავთ ახლა ჩვენ 3 თამაშის მერე მარტო ერთი გოლით ვიქნებოდით გერმანიის ნაკრებზე უკან ალბათ ცუდი შედეგი არ მგონია ყოფილიყო ეგ ნაკრებისთვის ნუ რა თქმა უნდა იმასაც თუ გადავხედავთ პრინციპში უკვე ყველა გუნდის თამაში ვნახეთ ძალიან ძნელი გვეჯგუფი არის ძალიან კარგი ფეხბურთელებით არიან დაკომპლექტებული მით უმეტეს პოლონეთის ნაკრები თუ გადავხედოთ მაგათ შემადგენლობას თითქმის ყველა დონის საუკეთესო დონის გუნდში ყავთ ფეხბურთელი თითქმის ყველა ქვეყანაში ფეხბურთელი ყავთ ნუ ისეთი დონის ქვეყნები როგორც არის ესპანეთი, გერმანია, აქვე მას ინგლისი, იტალია ნუ რა თქმა უნდა პრობლემები ბევრია, პრობლემები ყოველთვის იყო, ნაკრებში ეს არ არის ახალი. არის ძალიან ბევრი ფეხბურთელი, რომელიც სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, არის ფეხბურთელები, რომლებიც
გუნდში არიან ამ მხოლოდ თამაშს არ თამაშობენ, არიან ფეხბურთელები, რომლებიც უგუნდოდ არიან, ნუ პრობლემები ყოველთვის არის რა. მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს პრობლემები თამაშამდე მოვაგვაროთ და გამოვიდეთ მინდორზე და გავაკეთოთ მაქსიმუმ იმისათვის, რომ ღირსეულ შედეგს მივაღწიოთ რა. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ დღეს პრესკონფერენციას განაცხადეთ, რომ ეს ფეხბურთელები თქვენთან ერთად რომ იყვნენ მთელი წლის განმავლობაში, ამ ფეხბურთელები თქვენ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფში აუცილებლად მოხვდებოდით ყოველთვის. ესე იგი თქვენ ხედავთ ამ ფეხბურთელებში მაინც რომ მათ შეუძლიათ, მათ აქვთ რესურსი და აი რა არის პრობლემა მას? არა, იცი რა, ეხლა ეს ფეხბურთელებიც რო თამაშობდნენ ახლა ხო, გაცილებით უკეთესი შედეგზე შეიძლება გააკეთო ორიენტაცია, ნუ ახლა სამწუხაროა, ნუ ახლა უმეტესობა ფეხბურთელს არ უწევს თამაში რა და მე იმიტომ ვთქვი, რომ ახლა მე ვიცი ამ იმაში რა ჩემპიონთა ლიგის თამაშები ძალიან ბევრი მაგ თამაშები და ვიცი იქ რა არის საჭირო, ვიცი რა დონის გუნდი არის საჭირო იმისათვის, რომ შედეგს მიაღწიო და მე 100% დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ გუნდით რომ მქონდეს იმის საშუალება ეს გუნდი რომ მოამზადო გუნდთან ერთად რო იყო მთელი როგორც ნორმალურ გუნდებში რო არის და არა ნაკრებში, ნაკრები აქ ჩვენ არაფრის გაკეთება, არაფრის შეცვლა პრინციპში ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ფეხბურთელი ჩამოდის, სულ სამ დღეში უკვე თამაში არის, სიმართლე რო გითხრათ, გუშინ მქონდა ერთი დამერეკეს ერთ ტელეფონი ვიღაცა ადამიანი დამერეკა და ისევ რა ქვია უცხო? ხო, ნუ სადაც არ ვიცნობ რა, ნუ უცხო რა დამერეკა ისეთმა, რომელსაც ნუ ვიცნობ ისე, ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ იმან მითხრა რომ ერთ ადამიანს უნდა შენთან ლაპარაკი, არის ერთი თურმე რაღაც ჩადოს თუ რაღაცებს აკეთებსო, ორ დღეშიო, ნაკრებს ისე მოამზადებსო, ნუ რაღაც ფანტასტიკურ დონეზე რო ითამაშეთ, ნუ ახლა რამდენად სერიოზული არის ეს რა ქვია იმას საერთოდ არ ღირს ამაზე ლაპარაკი. სამწუხაროდ ეს არ არის ისეთი ადვილი, რომ ფეხბურთელები რომ მოვლენ ახლა უთამაშებელი და მოუმზადებელი და სათამაშო პრაქტიკა რო არ აქვს, ხო, ძალიან ძნელია. მით უმეტეს, როცა უკვე ეთამაშები ესეთი დონის გუნდებს. გუნდს ალბათ მოდიოს თქვა ყველა კარგი გუნდია. ხო, ნუ ახლა გასაგებია, შეიძლება ვიღაცამ თქვას, მაშინ შეიძლება ის ფეხბურთელები რო არ თამაშობ, რატო არ ყავს საქართველოს პირველობიდან, მაგრამ საქართველოს პირველ დონე ისეთი დონეა, ნუ არ ვიცი რა. არ მინდა ახლა შეურაცხყოფა არავის მივაყენო, მაგრამ ნუ დინამოდან მოვიყვანეთ, იმიტომ რომ ეს დინამო მაინც დინამოა და ის ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, რომლებიც იქაც გამოირჩევიან და იმიტომ მოვიყვანეთ ეს ფეხბურთელები, იმიტომ არ მოგვიყვანია რომ ვიღაც ისა, იმიტომ ეს არის ქართული ფეხბურთის მომავალი რა. და იმედი მაქვს რომ ეს ფეხბურთელები რაც შეიძლება მალე წავლენ საქართველოსთან. თორე აქ თუ დარჩებიან, მომავალი არა აქვს. ჩემპიონატს რო უყურებ და საერთოდ სიტუაციას რო უყურებ, ხო, ქართულ ფეხბურთში, ხო? აქ ჩვენ უკვე ქართულ ფეხბურთი აღარ გვინდა უკვე. აღარ მინდა ვისგულისხმოთ. საერთოდ აღარ უნდა, ქვეყანას აღარ უნდა ფეხბურთი. აქ იმაზე არ არის ლაპარაკი. აქ უკვე ხელი ჩაქნეულია ყველას, რა, მთელ ქვეყანას ხელი ჩაქნეული, ფეხბურთი არავის არ უნდა რა. იმიტომ რომ აქ მე მგონი ჩვენ უკვე იცი რა რომც ჩვენ უკვე ევროპის დონეზე რომ ამს გვინდა და გვაიძულებენ და იმიტომაც თორე ახლა რომ გითხან რომ თქვენ შეგიძლიათ აღარ ითამაშოთ ალბათ იქაც უკვე არ მივიღეთ მონაწილეობას. აი ეგეთი სიტუაცია არის. მაგრამ ხომ არ არის კატასტროფული სიტუაცია არის რა ქართულ ფეხბურთში რა. ხომ არ არის განპირობებული იგივე ნაკრების შედეგებით რომ ხალხს უბრალოდ გული აუცროდა იგივე ფეხბურთზე და იცი რა არის აი თქვენ რომ გამოდიხარ ჟურნალისტი გაიგე და ესეთ რაღაცებს რო იძახით ხო? ეს აძლევთ თქვენ იმას, რა ქვია, ადამიანს, რომელსაც ფეხბურთი არის მის გაიგე, თქვენ უნდა გესმოდეთ ფეხბურთი, თქვენ ესეთ რაღაცას რო იტყვით, ხო? იქ უკვე მე იმ ადამიანო, რომელიც ჩვენ გვისმენ, იმა რა უნდა იფიქროს რა? რომ მეუბნებით, რომ ნაკრები რო არის, ეს ნაკრები საიდან იქნება? ეს აგიგრება საქართველოს ჩემპიონატი რო არის კარგი, ეს ფეხბურთელები რო წავლენ და უკვე ევროპაში უმაღლეს დონის კლუბებში რო ითამაშენ, მაშინ შეიძლება აი თქვენ ხარ ჟურნალისტი, მე თქვენ გეკითხებით აი რატო უნდა მოუგოთ ჩვენ შოტლანდიას, რატო უნდა მოუგოთ ირლანდიას, რატო უნდა მოუგოთ პოლონეთს, თუმცა საერთოდ გერმანიაზე ზედმეტია ლაპარაკი. აი რატო? რა გვაქვს ჩვენ ამაზე უკეთესი რა? რატო მოუგო ალბანეთმა პორტუგალიას მაშინ? და ალბანეთსო გადახედენ. აი იცი რა არის, აი ყველანაირ იცი რა არის, მე თქვენ გეკითხებთ რაღაცაზე, თქვენ გინდათ რომ გამოიძვრინო თავი, გაიგე? არა, მე არ გამოძვრინე. აი იცი რა არის, აი ყოველთვის მე კონჩე კითხვას არა, ალბანეთმა იცი რა დომოგო. გადახედეთ ალბანეთის ფეხბურთელები სათამაშობენ რა. და დაინახავთ სათამაშობენ. იტალიაში, გერმანიაში და იმენ გუნდებში რატო მოუგეთ ჩვენ? რატო მოუგეთ? თქვენ იცი რა არის, აქ ყოველთვის რომ მოვდივართ, ხო? სულ ყოველთვის იმას ვთქვით, რომ რაღაცნაირად პრობლემები შეგვიმართ. იქ არა რომ დაეხმაროთ ნაკრებს. იგივე პრესკონფერენციაზე რომ მივდივარ და რაღაცა, ხო? აქ მოვდივართ, მე მინდა საქართველოს ნაკრებს ვითამაშოთ, ვილაპარაკოთ, მე მეუბნებით, სომხეთზე მეუბნე მელაპარაკებით, იმაზე, რა ქვია, იმას ალბანეთზე. ოთო, რამდენჯერ გითხარი, მიეცი ამაზე ერთი მოუდანე რა, ის სომხეთის საქართველოს სომხეთის და 7-0 მთელი სომხეთი რო დამბძევდა რა.
თავის ხაჩატრიანებით, მელიქიანებით და მინასიანებით და რა ვიცი ვინები არ იყვნენ რა. მოუტანე დაანახე და ის თამაშის რა ქვია? ხო თამაში ხო. ხო, ნახე. 7-0 რა, განახი რა? კი, რა თქმა უნდა. ხო და რატო? არა, მე თქვენ არა, მაგას გეუბნები ზუსტად და თქვენ არ გინდა თქვენ ახლა იცით რომ რატო უნდა ხას ატყუებთ, გაიგე? რატო ვატყუებ? ატყუებთ, იმიტომ რეალობას არ უხსნით ხალხს. რა რეალობა უნდა იმ რეალობას არ უხსნით, ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ შოტლანდიასთან და წავაგეთ, კარგად ვითამაშეთ ირლანდიასთან და წავაგეთ. რატო ხო და რატო გეუბნებ, რატო? აი ამიხსენი შე რატო? ხო ხარ ჟურნალისტის, ფეხბურთის ჟურნალისტი ხარ. ამიხსენი რატო? რა გვაქვს ჩვენ ქვეყანას იმაზე უკეთესი? ქვეყანა იმაზე უკეთესი არის, ჩემპიონატი იმაზე უკეთესი არის, უკეთესი ფეხბურთელი, უკეთეს გუნდებში თამაშობენ, უკეთეს ჩემპიონატში თამაშობენ. რატო? რა არის? აბა, ის ხო არ არის ახლა. ერთი წამით. ფეხბურთის მართველი არის ფეხბურთის ფედერაცია, ხო? ის არის ვალდებული საქართველოს ჩემპიონატზე. როცა გამოდიან სპეციალისტების უმრავლესობა და ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს 16 გუნდიანი ჩემპიონატი კიდე უფრო უკან დაწევს, უამრავმა სპეციალისტმა უდიდესი. ხო და აი ზუსტად ეგ არის, აი თქვენ შეყავთ შეცდომაში. ეხლა ვინც ჩვენ გვიყურებთ, იმიტომ რომ იმ 16 გუნდიდან რომ დაამატეს 4 გუნდი, ხო? ეს არის სანტრედია, რომელსაც პრობლემა არ აქვს, ბათუმი, რომელსაც პრობლემა არ აქვს, ქობულეთი, რომელსაც პრობლემა არ აქვს და კიდევ ვინ არის მეოთხე გუნდი ფოთი, იმასაც პრობლემა არ აქვს. დანარჩხვებსა, კაი, ეს ის არის რა. მათაც პრობლემები აქვს, არ არის დალხინდებული. ხო, მე ვისი ბრალი, ფედერაციის ბრალი რატო არის? გამაგებინე. ვინ დაამატა გუნდების რაოდენობა? ბიჭო, გეუბნები შეკაი გაცო რომ იმ ფედერაციის რომ დაამატა იმ გუნდის პრობლემა არ აქვს რა. აი თქვენ ახლა იცი რა არის? აი ზუსტად ეგეთ პრობლემებს ხნით, გაიგე? აი ფეხბურთში, გინდათ რომ ქართულ ფეხბურთში ჩაიშაროს, გაიგე იცი რატო? რომ იქ ფეხბურთის ფედერაცია აი ეს გადააბრუნოს ვიღაცამ და ვიღაცამ მოვიდეს იმ ფეხბურთის ფედერაციაში. ამასაც ფიქრობ, პრობლემა რას ნიშნავს? ბათუმის სტადიონი არ აქვს, თბილისის სტადიონი არ აქვს. პრობლემა არ აქვს, რას ნიშნავს? ბათუმის მე ვინაკეთებს ამ სტადიონებს? ვინაკეთებს ხო ფეხბურთის ფედერაცია არა ფეხბურთის ფედერაცია აკეთებს სტადიონს არ უნდა გააკეთოს და პრობლემა არა შენ რო იძახი რომ ფეხბურთი გინდა გაანვითარო ხო ეს იმას იანიშოს მარტო თბილისში ვითამაშოთ ფეხბურთი ეს იმას ისნავს რომ თელ საქართველოში ვითამაშოთ ფეხბურთი და უნდა გააკეთოს იმ ხალხმა ვინც უნდა ვისაც ვისი გასაკეთებელიც არის იმან უნდა გააკეთოს თქვენ აქ იმას მეუბნებით თელი 5 თვე არის აქ გუნდები უფულოთ არიან ხელფასი არავის არ აქვს რა არა მომისმენ დამანთავრებინა რომ ისა რა ფული რო არ აქვს იმიტომ რომ ხალხმა ვიღაცებმა თქვეს შეპირდნენ რომ ჩვენ ფულს მოგცემთო შენ რო ხარტოს შეპირდები ახლა ფულს მოგცემ ხო ვინც ხარჯავდა იმასაც დახარჯვა აღარ უნდა ახლა ვიღაცა მოგცემ ჩვენს ფულსო და იმ ფულს გადავიხდით და იძახიან გაიგე და რო იძახი რომ ისაო რა თქვია იმას რატო არ უგებ შოტლანდიის ნაკრებსო შოტლანდიის ნაკრებში Manchester United ფეხბურთელი ზის გამზე 3 მილიონ ფუნტ სტერლინგს ღებულობს. 3 მილიონ ფუნტ სტერლინგს იცი რას ნიშნავს? ქართული ფეხბურთის დაწყება, ჩემპიონატის დამთავრება რა. ამას ელოდებათ. მე შემეუნები აქ რა ქვია, რატო ვერ მოუგებ შოტლანდიის ნაკრებს და რატო ვერ მოუგებ იმის ნაკრებს. აი ეს არის მთელი უბედურება ხალხო. თქვენი მე მაგას 5 წელი და გეუნებთ ხალხო. თქვენ იმას ფუნდამენტს მიაქციეთ ყურადღება ფუნდამენტს რომ სახლი რო გინდა დააშენოთ ხო იქ ფუნდამენტი უნდა ჩაიყაროს თქვენ მეუნებით რა პენჰაუსი რატო არის გაკეთებულიო კარგად ხო თქვენ ხართ ეს ფუნდამენტია ჩაიყარა ამ 5 წელიწადში ხალხი ცდილობს მაგრამ არავინ არ არის დამხმარე მაგაზია ზუსტად ლაპარაკი ეს იმას თქვენ იმას მეუნებით ფეხბურთის ფედერაციამ რომ კაი 14 გუნდი გააკეთეთ ფეხბურთის ფედერაცია კი არა ვალდებული თქვენ მოიდებს თავიდანება არც იმაშია ვალდებული რომ ხელფასი მიცეს იმას რა ქვია გუნდებსაც მაშინ დაიშლება საქართველოს ჩემპიონატი ვიცი რომ არ არის ვალდებული ხო და მე იცი რა ხდება აქ სუპერთასი ტარდება ხა 6 თვეში რა კი ვიცი სუპერთასის ჩატარებაში იცი რამდენი სიხდია 13 მილიონი ჯდებაო ეს ერთი თამაში რო ჩატარდეს რა ერთი თამაში რო ჩატარდეს ხო 13 მილიონი ჯდება და ამაში ფულს იხდიან და ქართულ ფეხბურთში არ იხდიან ფულს და შენ ძიხარ აქ და მე მელაპარაკები ქართულ ფეხბურთში რა კეთებაო და ჯერ ესეც არაეთიკურია. მე აქ ვზივარ როგორ საქართველოს ნაკრების ტრენერი და შენ თქვენ რაღაც იმას უშვებთ აქ რომ აი როგორ ფიქრობთ? არა, დაგებინეთ უარყოფითი რატო არის არაეთიკური? იცი რა არის? არაეთიკურია, იმიტომ რომ აქ ვზივარ. მე ჯერ არ დამიმთავრებია, რო თქვა რომ დავამთავრებო. კაი, შეიძლება შენი სურვილი არის რომ დავამთავრებო, მაგრამ ეგ არ არის პრობლემა, ეგ არ არის ეთიკური, ეს არის იცი რა არის? არა, მაგასაც პრობლემა არ არის ეგეც პრობლემა. ეს არის იცი რა არის? აქ არის დღეს არის ჩვენ შევიკრიბეთ რაღაც თამაში გვაქვს ამ დღეში რა. ამ თამაშის ვემზადებით, გაიგე? თქვენ ამასეც აღარ ფიქრობთ, გაიგე? მე იმიტომ მიყო დღესაც იქ ჟურნალისტები მოდიან, ინტრიგნები მოდიან ხალხო, იმიტომ კი არ მოდიან რომ მართლა ფეხბურთს
ხელი შეუწყო და ნაკრებს ხელი შეუწყო. რა პრობლემები შეუქმნა? იმაზე არიან ორიენტირებული. იცი რატო? ყველას თავის რაღაცა სარგებლობა აქვს აქიდან. რა სარგებლობა ისაა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრობლემა რო იქნება, ვიღაცა მოვა მაგის ადგილად. ვისაც უკვე ელოდებიან და ზიან, აკოპებში რო ზიან. აქაც ფეხბურთის ეხლა ნაკრები ვიღაცა ქეცბაია რო წავა, ვიღაცა რო მოვა. შემატკივრის პოზიცია თქვენ შეფასებას დადებითად. მაინც არა, მე არ მიმაჩნია რა. ნუ არ არის. უნდა გეთქვა მაგით ჩემთვის. ხო უნდა გეთქვა ჩემთვის. როგორ ხო გააკეთებთ ხო? ხო უნდა გეთქვათ კაცო? არ უნდა გეთქვათ? ზუსტად მაგაზე გეუბნებით. თქვენ თვითონ ჟურნალისტები, ქვეყანა, ისეთი ქვეყანა, კაცო, რა პრეტენზიები გაქვს გამაგებინეთ ხალხო, ქვეყანას მომისმენთ, ისეთი პრეტენზიები როგორ გაქვს ქვეყანას, რომელიც ერთი ჟურნალისტი არ ყო, ორი თამაში ვითამაში საუბარი და ერთი ჟურნალისტი არ წამოხვდა. რა პრეტენზიები გამაგებინეთ ხალხო? ისეთ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს იმის უფლება, საშუალება ჟურნალისტი გაგზავნოს შოტლანდიაში, პორტუგალიაში. ხო და მაშინ რა პრეტენზია გაქვს? ის მაგი გამაგებინე, რა პრეტენზია, რა სიტყვა? გინდა რომ ევროპა ითამაშო რა? როგორ გინდა რომ ითამაშო რა? არა, თქვენ თვითონ გიბრალტარიდან ჩამოვიდა ჟურნალისტები. თქვენი სიტყვებია რომ სამ გუნდში უნდა მოხვდეთ, ეს ხო თქვენ განაცხადეთ. გინდა რომ მოხვდეთ. ხო, ეს ხო თქვენ განაცხადეთ. იგენა მინდა, აბა არ მინდა, ხო, რა თქმა უნდა, ჩვენც ვიძახით რომ ჩვენს მინდა. ჩვენ ისიც გვინდა რომ გუნდმა თამაში აჩვენოს, კარგად. რა თამაში უნდა აჩვენოს? სად ნახე თამაში, ვერ გავი, სად ხედავ თამაში? რა? თამაში რო ვერ ნახეთ, იმიტომ გეკითხებით. თამაში ვერ ნახე, იმიტომ რომ არ არის იმის რესურსი ახლა დღესდღეობით ქართულ ფეხბურთში. აი უთამაშებელი ფეხბურთელი არის. სად იყო, მაგრამ მომისმენე, სად იყო? მე რო სანამ ჩამოვიდოდი, რატო არ იყო მაშინ? რატო არ თამაშობდა გუშინ? რატო ქონდა 16 თამაშიდან 4 ფრე და 12 წაგება? მე რო ჩავიბარე, რატო იყო ეს? ხო, მაშინაც იგივე პრობლემებია. რატო იყო მე? რატო იყო? რატო იყო მაშინ როცა ჩვენ ყავდა ფეხბურთელები რომელი პრემიერლიგას თამაშობდნენ, ბუნდესლიგას თამაშობდნენ, სერიას თამაშობდნენ, იმებს თამაშობდნენ, რატო არ იყვნენ? ვერ გამაგებინე. თქვენ გეკითხებთ რატო არ იყო? თქვენ გეკითხებთ რატო არ იყო? არა, მე თქვენი ძახით რომ იცი რა არის? შეაფასეთო. მაშინ ისიც უნდა უთხრათ, შეაფასეთ რა ჩაიბარა და რა სიტუაციაა. სახარბელო სიტუაცია არა, თუ ეხა რითი შევადაროთ? თქვენ იცით რეიტინგით? რეიტინგით შევადაროთ? ხო, რეიტინგით, კიდაც რეიტინგით შევადარეთ რა. 155-ზე ვიყავით რომ მე ასე ვარ. ხო, 24 წავიძე. 17-ზე ვარ. ხო, ხო წავიძე. 7. ხო წავიძე. 117 კარგი შედეგია? ნუ რა უნდა გელი თქვენ არა აზრი არა აქვს თქვენთან. არა, აზრი არ აქვს, მე არ არის, არ შეიძლება. არ არის ეს კაი. ხო, მე გეთანხმებით, მაგრამ ხო უნდა რეალურად ხო უნდა შეხედო სიტუაციას, მაგაზე ვიძახი მე. რეალურად ხო უნდა შეაფასო ყველაფერი. კაი, ჩვენ არაფერს არ ვუძახით. გამოსავალი ის არის რომ ქვეყანა მიფიქროს ფეხბურთზე, ამა ეს არის გამოსავალი. ქვეყანაში ვის გულის? ნაკრებს კაი, მე წავალ ჯანდაბას, ქვეყანაში ვის გულის? მთელი ქვეყანა უნდა ჩართული იყოს ამ იმას. თქვენ ტელევიზია რომ მიდიხართ ფეხბურთ ფედერაციაზე, რომ ეუბნებით რომ თამაში რო ვაჩვენოთ, უნდა გადაგვიხადოთ ფულიო. ნუ ესე ისტორია თუ არ არის, ესეთი იმით. იხდით რამე ფულს ტელევიზია ფეხბურთს რო ვაჩვენოთ. კაფექს არ იხდით. ნაკრების თამაშებს? არა, ნაკრების არა, კაცო, ფეხბურთის პირველობა. არა. აბა როგორ გინდა კლუბმა იცხოვროს? დღეს ფულს ვინ იხდის UEFA-ში? ტელევიზია. და თქვენ არ გინდათ საქართველოს ქართულ ფეხბურთს, გუნდეს ფული მიცეს. საიდან მოიტანონ იმათმა ფული? ხალხი არ დადეს სტადიონზე. ტელევიზია ფულს არ იხდის. არავინ სპონსორი არ აყავთ. როგორ გინდა განვითარდეს ეს ფეხბურთი? როგორ გინდათ ხალხო? გამაგებინეთ, როგორ გინდათ ფეხბურთმა განვითარდეს? გამაგებინეთ. და გამოსავალი ტელევიზიაზე ფულს გადაიხდის, ფეხბურთი განვითარდება. ბიჭო ნუ თქვენ არ გინდათ რომ გაიგო ტელევიზია აქედან მოდის ყველაფერი აბა ფული თუ არ ჩაიგო შეგაიგაცო ხო არაფერი არ გამოვა ტელევიზიის ხელმძღვანელობას აქვს პასუხი რომ არ არის რეიტინგული ეს ფეხბურთი ხო მაშინ დახურე რაღაც გინდა რაღაც ლაპარაკო მაშინ დახურე თუ არ არის რეიტინგული აბა რა გინდა აბა რა არის რეიტინგული ეს კინკლაობა რასაც ხედავ ტელევიზიაში ყოველ დღე ეს არის რეიტინგული ამას ანახებთ ხალხს ამას აჩვენებთ ხალხს ჩემი ნება რო იყოს სუფეხბურთი იქნებოდა ჩემი ნება რო იყოს აბა მე თქვენ რომ მისვათ კითხვას ხო ხო ის ლოგიკაში ხო ლოგიკიდან ხო უნდა გამოდიოდეს ეს კითხვები ხალხო მაგაზია ზუსტად ლაპარაკი აქ იმაზე არ არის ლაპარაკი რა ლოგიკა გეკითხება ჩვენ ვითამაშოთ წარმატებით მე ამას გისვავ და შეიძლება თუ არა წარმატებით არ არის რესურსი რომ რომ ვიძახით თქვენ პასუხს გაგცემთ რომ მაშინ დავხუროთ თუ რესურსი არ არის თქვენ არ მოგცემენ იმის უფლებას რომ ეს არის თქვენი უპასუხისმგებლო ლაპარაკი ზუსტად ეგ რატო უპასუხისმგებლო ლაპარაკი თქვენ იძახით ფეხბურთის ქვეყანა ვართ გაიგე ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ფეხბურთი მაინც გვაიძულებენ და ჩვენ ვართ იმის ისა რომ ღირსეულად მაინც გამოვიდეთ ჩვენ ღირსეულად მაინც გამოვდივართ არ ვაგებთ პირველ 15 წუთში 6 თნოს როგორც აზერბაიჯანი აგებს 6 თნოს იქზე არ ვაგებთ გაიგე ეგ ეს მნიშვნელოვანია მე ესეთი გუნდი ჩავიბარე ესეთი გუნდი ჩამაბარეს ხო 6 თნოს აი ეს არის ზუსტად ეს არის ზუსტად უპასუხისმგებლო აი დავხუროთ მაშინ რაღაც გვინდაო რა
ჩვენ რო აღარ გვინდა, მაგრამ ეს თქვენ თქვით რომ ყველაფერი აქეთ უნდა დავხუროთ, მე არ მითხოვს. არა, იმას გეუბნები, ჩვენ არ გვინდა მეთქი. ჩვენ არ პროსტა ქვეყანამ ჩაიქნია ფეხბურთზე ხელი. აქ არავის არ აინტერესებს. რატო ჩაიქნია? აბა ხედავ არსად არაფერი არსად არა ყველა ჟურნალისტების გულისხმობ ჟურნალისტების გარდა კიდევ ის ყველა გულისხმობ ყველა ჟურნალისტებს ტელევიზიას რა ქვია მას გულშემატკივარს არ აინტერესებს არ დადის სტადიონზე სახელმწიფოს ნაკრების თამაში ყოველთვის დადის ნაკრების თამაში რომ მაგაზი კი არა ლაპარა ერთ თამაშზე მოსვლა კი არა თამაშზე შენ თქვენ იმას მეუნებით დახურ რა გინდა და 16 გუნდიო თქვენ кай ხალხო იმ დასავლეთში დადის ხალხი იმ ხალხს ერთი რაღაცაა ნებისმიერი გუნდი გადმოვიდეს მოიგოს პირველი ლიგა და გადმოვიდეს ელოდებიან რომ მოვიდეს და ფეხბურთს უყუროს რომ იგზნო რომ ცხოვრობს ეგ ხალხი იმ დასავლეთში და იმის დახურვას გინდა იქაური ფეხბურთი არ დაანახოთ და ამით ყველაფერი მოგვარდა 16 გუნდი არის და ეხლა დღეს ყველაფერი კარგად აგვაქვს კიდე ჩამოვთვალოთ რამდენ გუნდ სტადიონი არა აქვს სადადის ის ხალხი ფოთელ გულშემატკივარი სადადის რატო არა მე მეკითხებით რატო არა მე ჟურნალისტი რო ხარ გადი გაიკითხე გამოიკითხე აბაროზი ხარ აქ და რომ მეკითხები მე შოტლანდიელი მას რატო არ უგებო გადი გარე და გაიკითხე იმიტომ რომ ოთახში დომა არ არის არა ჩვენ ოთახში არ ვზივართ მე არ ვიცი თქვენ სადადი ხართ მაგრამ მე ყველა ქალაქში დავდივარ ამ სტადიონებზე მე ყველა ქალაქში დავდივარ რა კითხე ვის კითხე კი ყველას ვეკითხე იქ ვერ კითხულობ ალბათ სადაც უნდა იკითხო და იმიტომ ყველას ვეკითხები უბრალოდ ქვეყანას არ აქვს საშუალება პასუხი არის ეს და ვერ აშენებენ იქ სტადიონს. მე რა გინდა მე ხო და აბა ჩემი ბრალი რატოა მაშინ? აბა მე მაბრალებ ყველაფერს და თქვენ არ გაბრალებ მე თქვენ ნაკრებზე გეკითხები და თქვენ ნაკრები თქვენ ხელს იშორთ არა ხო მაგას გეუბნებინ რომ ნაკრები რო იყოს თქვენ кай ხალხო რაღაც ან არ გესმის ან არ გინდათ რომ გაიგო ნაკრები რო იყოს ხო აქ ხო იყოს უნდა იყოს ჩემპიონატი ფეხბურთელები ხო უნდა თამაშობდნენ ისეთ საუგარი ისეთ გუნდები სადაც ეს გუნდები ჩვენ არა თქვენ თუ იცით ერთი ფეხბურთელი ყავს მარტო რომელიც UEFA-ს იმასთან თამაშობს რომელიც ისიც ყოველთვის არ არის ძირითადში ერთადერთი ფეხბურთელი ჩვენ ვეთამაშებით აქ ფეხბურთელებს რომლებიც ბუნდესლიგას და იტალიის ჩემპიონატს და ინგლისის ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგას და იმებთან გუნდებში არიან და აბსოლუტურად უპრაქტიკოთ არის ძალიან ბევრია დაგროვდა ბევრი გუნდში ან დისციპლინის რა ვიცი ახლა იცი რა არის სულ მე მაგას მაბრალებდით რომ აი ნაკრებში არის კეცბაია სულ პრობლემატიკური ხეკაი ხალხო იმ გუნდებშიც ხომ მე არა ვარ მაგიზე და იმ გუნდებშიც ხომ მე არა ვარ რა იქაც რატო არის ეგეთი პრობლემები რა ეხლა ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ამ ბიჭებს ვინც არის რა ახალგაზრდა ბიჭები ან რაღაცნაირად შეიძლება ძას აცდენ და რაღაცნაირად დავეხმაროთ რა ის მეუნება რატო გამოიძახეო ისევ და მე ვთხარი თქვენ кай ხალხო ის ბელგიელები ჩამოვიდნენ გადაყვნენ თავზე ყველანაირად ეხმარებიან და ჩვენ წიხლი ვკრათ ან კიდევ ჩვენ ხელი ვკრათ ვერ გავიგე არ დავეხმაროთ წავა დღეს თამაშებს და ჩამოვა ხვალ იქნება თუ ზეგი იქნება აკო თქვენ თუ მართლა ფეხბურთი გაინტერესებს თქვენ არ გაინტერესებს ფეხბურთი მესმის იცი რა არის პრობლემა აი თქვენ რო გიყურებთ იცი რა არის აი ხედავ იმას გაიგე რაც აი ჩვენ ქართველებს ბოღმა შური გაიგე უყურებთ იცი რა არა იცი რა არის აი უყურებთ რომ იცი რა არის აი თქვენ წინ ზივა ერთი ადამიანი წარმატებული პიროვნება მწნელი ფეხბურთელი ყველა რომელიც კარგად ცხოვრობს ყველას კარგად ამით ბოღმით მაგრამ ამ ბოღმაში იცი რა გავიწყდება ბატო გავიწყდებათ ის თავარი ყველაზე მთავარი რომ მე ვარ ჩვენიერის ნაკრები მწნელი აი ეს გავიწყდება აი ის ნაკრები ვერ თამაშობს და ეს ვერ თამაშობს კი არა ვენაცვალე ამბიჭებს თამაშობენ დებენ ყველაფერს რა ისეთი მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთი ხო ესენი არიან კიდევ რაღაცნაირად რომ გაყავთ ეს ქართული ფეხბურთი კიდევ რაღაცნაირად ალამაზების სიტუაცია გონიათ რომ ვიღაცა დაბოღმილია და ის 20000 თუ 30000 კაცი მოდის რატო არის დაბოღმილი რატო 30000 კი არა თქვენზე ვიძახით რომ 50000 თავი ჩემზე იზახით მე ვარ დაბოღმილი რომ 50000 თავი დაანებეთ მე ვარ დაბოღმილი ხო რომ მე ისინი მოდიან და იმათმა იციან მე თქვენ ხაი ხალხო 5 წელიწადი აქ დავდივარ ხო ერთი კაცი არ მინახია რომელიც მართლა რაღაცნაირად სულ ყოველთვის თავის აი იმედის იმით აი რაღაცნაირად ყველანაირად თქვენ რეპორტაჟი როდის მე ნანახი გაქვს ჩვენი როგორ სუიმედით და იქნებ დღეს მოვიგოთ მაგას ვიძახი და ვიცი ეს შემთხვევით კი არ არის რა რა არ არის შემთხვევით მე მაბრალებთ ეხლა მე არ მინდა ნაკრების მოგება მე რომ ნაკრების მოგება მინდა ნეტა ბევრს უნდოდეს ესე მე ხო შემიძლია რომ ჩემი მასში ის ვიყო რა როგორ შენ არ ბევრი არის ადამიანი რო იცი რა არის არა ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ მე არ ვარ ეს ადამიანი ერთ-ერთი იმად განიხარ რომელსაც ეხლა ძალიან არ გიხარია რა წარმატება მე ესე მგონია რა ეს არის სერიოზული ბრალდება რომელიც მე ესე მგონია ხო შეიძლება რა ხო ესე მეგონოს რა რა გაძლევთ ამის საფუძველს რომ მე არ მიხარია კომენტარი და თქვენი ისა თამაშების ზოს და რო წავაგებთ თქვათ რომ ბედნიერები ვარ ჩვენ ვაგებთ ერთ რაღაცას გქონთ მარტო ერთ რაღაცას არ გინდათ იცი არ გინდათ რომ რეალური
სიტუაცია დაანახოთ ქართულ ფეხბურთს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ 5 წლის განმავლობაში სვამაზე ვლაპარაკობ და მე გინდა რომ წავიდე. წავალ არ არის პრობლემა, ეგ არ არის პრობლემა, ეგ არ არის. ისიც თქვენ ძალიან ბევრმა ვის განაცხადა საკუთარი აზრი რომ წავიდეს თუ არა კეცბაია, ერთ-ერთი მე ვიყავ რომ არ უნდა წავიდეს. თუ გაინტერესებს. რატო? იცი რატო? ძალიან კარგად ვიცი რა. რატო? ნუ ახლა ბოლომდე მაინც გერმანია ის არის და აი ბოლომდე და მაინც ჩემი ბრალია და მაინც მე ვარ დაბოღმილი. კეცბაია არ წავიდეს თუ წავიდეს მაინც. არ არის პრობლემა, თუ ეგ არ არის პრობლემა, აი მაგაზე არ ვიძახი, მაგრამ პრობლემა ეგ არის, იცი რა არის? მისი აზრი მეშლება მენერები. აი იმ ძირითადი პრობლემის დანახვა არ გინდათ არავის. აი ეგ არის პრობლემა. თქვენ ცხოვრობთ კვიპროსში, თქვენ აქ ვერ ხედავთ ჩვენ გადაცემაში რას ვაშუქებთ. ჩვენ ვაშუქებთ რომ პრობლემებია უამრავი. ბავშვთაფერში რაკეტება. მე რა ვქნა მე მივიდე ვისთან აშუქებთ? ვისთან იმაშუქებთ? ჩვენი მოვალეობა რომ ეს ყველაფერი დავანახოთ ხალხს. იმას მეუნებით რომ იმას მეუნებით რატომ მიცეს ზუგდიდს, ბათუმს, ფოთს, ქობულეთს უმაღლესი ლიგა. იმათ რომ მოეპოვებინა ხალხო, აქ თბილისში, მთელი თბილისის გუნდები რო შეკრიბა, ხო? ისინი იმდენ ხალხს ვერ აგროვებენ, რამდენს აგროვებენ ზუგდიდში, ქობულეთში და ბათუმში, რა და თქვენ მეუნებით იმას რომ რატო დაუშვეს ეს გუნდები. არ ვიცი თქვენ რატო გაქვთ ეს ისა, მაგრამ არც ესე არ არის რომ იქ ამდენი ხალხი დადის. არ არის ესე, იმიტომ რომ უმეტესობა გუნდები ნეიტრალურ მოედანზე თამაშობს და თავისი მოედნებიც არ აქვთ. მე ხო დადის, ხო ხალხი ხო დადის, კაცო, რა მნიშვნელობა აქვს? იქ ხო თავის გუნდისთვის დადის სადადის ხალხი ხო მე სამტრედია რატო დაუშვეს იყო ეგეც არ დაუშვეს სამტრედიას უნდა ეთამაშა გადათამაშებაში და გადმოსულიყო არ დაუშვიათ მან დაიმსახურა გადათამაშ უნდა ეთამაშა არ უთამაშია ხო არავინ არ იცის გადავიდა თუ არ გადავიდა ხო არავინ არ იცის ხო თავის ჯგუფში პირველი მაგრამ მაგას გეუბნებენ ამ მნიშვნელობა თქვენ ხარ ჟურნალისტი იმათ უნდა თქვათ რომ იცი რა არის ხალხო ყველა მითამაშობს ხალხო თუ უფულოთ არის თამაში და რაღაცა ხო ყველა მითამაშობს ჩვენ იცი რა ერთ რაღაცას გეტყვით ხალხო ერთ წელიწადში და ორ წელიწადში უკვე იცი რა სიტუაცია იქნება ქართულ ფეხბურთში აი უკვე ფის ფეხბურთელები ხო უკვე იცი რა არის წავლენ და უკვე იშოვიან კიდევ part-time სამუშაოს რა ხო იცი აი იქაც რაღაცას იმუშავებენ დამატებით იმუშავებენ და მოვლენ ფეხბურთი თამაშებენ 1500 აქ უკვე იმაზე არა რა გადარჩენაზე იქნება უკვე ერთი რაღაც შეიძლება კითხოთ აი ამდენი ხარ თქვენთვის ეს თუ არ ჩნდები არის მე-40 თამაში მე-40-ია ნუ პარასკევს მე-40-ია ხო ზუსტად მახსოვს ერთი თამაში მაინც ყოფილა რომ თქვენი შეცდომის გამო წაგვიგია კი ხო, არ ვიცი, ეს მაინტერესებდა. უბრალოდ იმიტომ რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია, თურმე არ ვიცი. არა, ნუ ეხლა თქვენ კაი კაცო, 40 თამაშს რო ითამაშებ, ისეთი ნაკრები ჩაიბარე, რომელიც 16 თამაშიდან 4 ფრე და 12 წაგება და აქიდან ერთი თამაში არ ყოფილა ჩავარდა საქართველოსთან. ერთი თამაში წავედით 4-0 ირლანდიაში, რომ სადაც მე-10 წუთზე გაგვიგდეს ფეხბურთელი. თქვენ კაი ხართ 10 კაცით კი არა, 11 ბიჭის თამაში რა. ერთი თამაში იყო ეგა. დამარჩენი სულ ყველა თამაში, ვინც კი ითამაშა, ეს ტყუილად კი არ გამოდიან ეს სპეციალისტები უცხოელი და რაღაც რო იძახიან, რომ ადვილი თამაში არ გვექნება. ეს ვისი დამსახურება არ? აქ ჩამოდიოდნენ და 9 საათში რომ ამთავრებდნენ და მე მიდიოდან 60 წუთი გინება, ეგ გინდათ, ეგ რო იყოს? აქ არ არის, მე არ მინდა ეგ იყოს, რა. მე მინდა რომ იცი რა არის გუნდი ვნახო მებრძოლი გუნდი მინდორზე რომელიც იბრძოლებს გააკეთებს ყველა შეიძლება ფეხბურთის თამაში არ შეგვიძლია მაგრამ ეგ ყოველ შემთხვევაში ვნახო რომ იბრძოლა არის და მე ახლა აი იგივე იმასაც გეტყვით რა აი შოტლანდიასთან რო ვითამაში ხო აი რო ჩავოდით იმაში რა ქვია მე იმასთან რა ქვია გიბრალტართან თამაში ხო სულ იმას ფიქრობდი რა მეთქი აი იქნებ რამე შეცდომა დაუშვი მე ჩემ შემადგენლობაში რა შემადგენლობა დავაყენე შოტლანდიასთან მეთქი მაგრამ ამ გიბრალტარის თამაშმა დამანახა არა მარტო 100%-იანი ვიყავი შოტლანდია მე მგეუბნები შოტლანდია გიბრალტარს კი არ გეუბნები გიბრალტარს არ ვახსენებ შოტლანდიასთან დაყენებული შემადგენლობა როგორც ჩვენ ვითამაშეთ 1,000,000%-იანი გამართებული იმიტომ რომ თქვენ კაი ხალხო მთელი საქართველოს ოცნება არის აი ეს გუნდი ენახა გიბრალტართან რო ვითამაშეთ ხო იქ ისეთი ფეხბურთელები იყვნენ რომელიც ხო ბურთთან კარგად არიან წინგარბიან და უჭირთ უკან ჩამოსვლა ხო თქვენ წარმოიდგინეთ თქვენ კაი ხალხო აი ეს გუნდი რო გამოსულიყო შოტლანდიასთან ხო ჩვენ პირველ ტაიმში 5 გოლს გაგვიტანენ რა და ეს ეხლა არ თქვათ რომ აი რატო ლაპარაკობ ამას ნუ თამაშის მერე გიბრალტარის მერე მოგებული თამაშის მერე თვითონ ამ ბიჭებს ველაპარაკებოდი მე ვთქვი და პიტარი ვუთხარ ბიჭებო მეთქი ამ თამაშმა დამანახა მეთქი რა 1,000,000%-ია ვიყავი რომ შოტლანდიასთან ის შემადგენლობა დავაყენე იმიტომ რომ მარტო არ არის ფეხბურთი იცი რა არის ბურთი მომეცი მე გავიქცევი ამ ბურთით გაიგე და ეს ბურთი დაიკარგება და ვიღაც სხვა უნდა იბინოს და სხვა უნდა წაართოს გადახეთ დღევანდელი ფეხბურთი ეს არა დინამიკა
ოფთაბძოლა, სირბილი არის. თუ ეს ჩვენ არ ვისწავლეთ რა, თუ ამას ჩვენ არ მივაქციეთ ყურადღება, რატო არის ხალხო რო ხალხი უკვე არავინ არ ინტერესდება ქართული ფეხბურთით. ნუ ამაში არ უნდა თქვენ რაღაცა ანალიზი არ უნდა გააკეთოთ ჟურნალისტებმა, რომ ბიჭო, ამის ზედავატირე, ჩვენ ვითხოვთ ნაკრების იმას. რატო არიან რო ეს ჩვენი ქართველი ფეხბურთელები არავის არ უნდა ხალხო? რატო არის ეგეთი სიტუაცია გამაგებინეთ ხალხო? ამაში ხო უნდა რაღაც ანალიზი ხო უნდა გააკეთოთ, მაგრამ აგიცი რამე ის უყოველთვის უყურებ იმას გაზეთებში ჯერ არ უთამაშია ფეხბურთი, ვაიმედო იმას უნდა, მილანს უნდა, რეალ მადრიდს უნდა, ბარსელონას უნდა, იქ რაღაცას გააკეთებს. იმის ბრალი იყო, კაცო, მწვრთნელის ბრალი იყო, იმის ბრალი იყო, იმის არ იძახიან იმას, რომ იცი რა არის, შვილო, არ შეიძლება ესე მოგცევა. თუ ფეხბურთის თამაში გინდა, არ შეიძლება ესე, იმიტომ რომ ისინი უცხოელები არიან, ჩვენი ქართველებივით არ არიან, იცი რა არის, ჩემო შვილი, შენ გენაცვალე, აბა შენ იცი, შენ არ გაიქცე, რა ქვია, იმას სხვა გაიქცევა, შენ დებილი ხო არ ხარ, კაცო, ის იმან ირბინოს, შენ მოგცემს ბურს, შენ რაღაცა ფოკუსი გააკეთე იქ დაიკარგება მე სხვა დებილმა იბინოს რა ქვია იმას და შენ ეს არის მთელი უბედურება ჩვენი ფეხბურთის ფიზიკური მომზადება არ არის სათამაშო პრაქტიკა არ არის წონის პრობლემა არის მე ხარ თქვენ კაი ხალხო თქვენ მე ფოკუსნიკი კი არა ვარ მე ვარ მწნელი კაი მე ამას 2 დღეში და 3 დღეში ამას ვერ იმას ვიზამ და რაც უფრო წლები გადის მე რო კონტრაქტს ხელი მოვაწერე მე მეგონა რაღაცა ის ფეხბურთელები რომლებიც თამაშობდნენ უკვე ისინიც აღარ თამაშობენ გაიგე არიან კატეგორია ფეხბურთი ხუბუტიაზე მე მეუნებოდი რაც იძახება ამ ხუბუტიაზე რატო არ თამაშობს ისა თქვენ კაი ხალხო ხუბუტიამ რო გუნდი დაკარგა ეს თვითონ ნაკრების დამსახურება და ჩემი დამსახურება იმიტომ რომ იმ ბიჭმა როცა იქ თამაშობდა რა ქვია მორდოვიაში ხო რამდენჯერ გამოვიძახეს უჩხუბი ერთი ამბავი ტელეფონები რეკვები მთელი ერთი ამბავი იყო რომ არ წავიდე მაგრამ ნაკრების თამაში უნდა და ჩამოდიოდა და მე ბოლოს დამთავრდა ამან გადაიყვანა გუნდი და ბოლოს გაუშვეს სახში რა გაიგე ზოგიერთებივით კი არა რომლებმაც რაღაც 1-2 კაპიკი იშოვეს რა ქვია იმას და მე ქვეყანაზე უარი თქვეს და მე ბოლოს მე გადამაბრალეს ეგრე არ არის ხალხო იმიტომ არის ქვეყანა და მე მარტო ის არ არის იცი რა არის ჩვენთან უყურებ დამცველები ხო აქ უკვე ისეთი მაღალი გუნდი ჩამოვა ეხლა როგორც პოლონეთის ნაკრები არის ყველა არის მეტ 90-ზე მზევით არის იმას ეხლა რა ქვია იმას დაუყენე რა მეტ ნახევრიან ფეხბურთს ხო არ დაუყენებ არა მარტო ჯარიმებით და იმებით მოგვიგებენ თამაშს რა ქვია აქ იმასაც მნიშვნელობა აქვს შეიძლება ის უთამაშებელია მაგრამ ის უთამაშებელი სამწუხაროდ აქ რო ვხედავ საქართველოს პირობა რა პირველობა არის ის უკეთესი არის გაიგე იმიტომ მომყავს თორე აბა მე მთელი მოვლილი ვარ მთელი ისა სამწუხაროდ ეხლა იცი რა არის ვერსად ვერ დავდივარ იცი რატო იმიტომ არ ვიცი რომ არ ვიცი დარწმუნებული არა ვარო შეიძლება უცხოეთში წავიდე ფეხბურთელი არის კვიპროსი და იქიდან ფაქტორად არავინ არ ხავს გამოძახა არ არის იმიტომ არ არის იგივე აბურჯანია არ არის მაგაზე უკეთესები მყავს და იმიტომ მაგაზე უკეთესები მყავს და იმიტომ არ არიან თორე მეც მინდა რომ ითამაშონ და რაღაცა რა ქვია ხო არა თქვენ თვალწინ არიან ფაქტიურად და უბრალოდ ეს ხო მაგრამ მაგას გეუბნებოდი იცი რა არის ბევრი შემთხვევა არის რომ მინდა რომ წავიდე რა სადმე რაღაც ნახო უცხოეთში რაღაცისა ხო მაგრამ რომ მიდიხარ სადმე ამდენ ფულს დახარჯავ რაღაცა ხო უნდა იცოდე რომ ის ფეხბურთელი ითამაშოს დარწმუნებული არა ვარ რომ ვიღაცა ითამაშებს და უკვე გინდა არ გინდა უკვე რა პოლონეთთან რას უნდა ველოდოს ჩვენი ბრალია ყველაფერი გასაგებია ნუ უნდა ველოდოთ იმას ბრძოლას თქვენი ბრალი კი არა საერთო იმის ბრალია ხალხო მაგას ვიძახი 5 წელიწადია და მე მაგინებ გაიგე მე მაგინებ კაი არ არის პრობლემა გასულ მე შემაგინებ ეგ არ არის პრობლემა მაგას იმდენი ამგვიტანია თქვენ კაი ხალხო მაგ შეგინება კი არა დავკარგეთ ყველაფერი და ყველაფერი ავიტანეთ და ჩვენი ცხოვრება ვნახეთ ეგ არ არის ჩემთვის პრობლემა გაიგე ხო მაგრამ თქვენ როგორია აჯერ დავეცით და აჯერ ავდექით და ისე ადგეს კიდო ბევრი პარეორი კიდო სხვაც რა ჩვენ რო ავდექით ისე მაგაზე არ არის ლაპარაკი მაგრამ თუ გინდათ მართლა ფეხბურთი გაინტერესებთ ხალხო ნაკრებს კი არა მიხედეთ აქ სიტუაციას რა ხდება ვერ ხედავ არავის არ აწყობს აბა რო უყურებ ნერვები მეშლება თქვენ კაი ხალხო ვიძახით რომ ერთ თამაშით რა ქვია იმას იხარჯება 13 მილიონი თუ რა ვიცი რამდენი იხარჯება და მთელი ქართული ფეხბურთი არის აქ იმას ხრება ხალხო ხრება აქ იმაზე არ არის რა კატასტროფაზე დავაბრალეთ ყველაფერი გაქრება მე ამას ვიძახი თქვენ კი არა თქვენ გინდათ რომ მე გადამაბრალო და იმიტომ ვიძახი მაგრამ მე იცი რა არის იმაში ვარ დარწმუნებული რომ ყველა იმაში რაღაც მეორე ხარე დგას რომელსაც აწყობს ეგ მაგას ვიძახი მე
ყველა მიმაგ შეიძლება მეორე მხარეს რატო ხედავთ ჟურნალისტებს მილიონ პროცენტიანია იგივე ჩემში რატო ხედავთ მეორე მხარეს იცი რატო იმიტომ თქვენი მოქმედებიდან ჩანს ეს თქვენი ლაპარაკიდან თქვენი თამაშის წაყვანიდან თქვენი იმიდან ხო გეუბნები მაგას გეუბნები შეგაიგაცო მაგას გეუბნები აქ მოვდივარ მინდა საქართველოს ნაკრებზე ვილაპარაკო და მელაპარაკები სომხეთის ნაკრებიდან მეტი რა გაგიწევ შეგაიგაცო რა ვის სომხეთიო და მაგას მეუბნები როდის ვახსენე შეგაიგაცო ერთხელ მიხსენებია მაინც რა ვიცი ვაგზავნა და სომხებზე მელაპარაკები და რა ვიცი ერთი წელი გეუბნები და სომხები მთელი სომხეთი დამზებდა შეგაიგაცო 7 თოლი მოუგეთ მაგრამ სომხები რატო არიან სომხები ეხლა სომხები მოხდნენ ხუთიან იმაში რომელად ის აიღებენ იქ სომხები მეოთხეს არ მეხუთეს ხო რატო ხო ყავთ დორტმუნდში თამაში რატო უნდა აიღონ აიდან მოიტანეთ მე გელაპარაკებ არა რატო უნდა აიღონ გამაგები რატო თქვენ ადრე სხვაგან იყავთ და იმაზე ლაპარაკობთ დონის ფეხბურთელები ყავთ მე საქართველოს ნაკრებზე ველაპარაკობ ამდენ ხელა დონის ფეხბურთელები ყავთ არ მაინტერესებს მე სომხეთის ნაკრებს საერთოდ არ მაინტერესებს რა ვიცი როცა გინდათ მაშინ გაიხსენებთ ხოლმე და რაღაცა ნუ კაი არ არის პრობლემა კაცო არ ვიცი ეთქობა ბოლო მაინტერესებს მითხარი რა ის არა თქვენ იმას ინტერაქტივი მაინც და მაინც ბევრს არ უნდა თქვენი წასვლა მაინც და ბევრს არ უნდა ვერ ხედავ უბრალოდ 60-40-ია ჩვენიერი შედეგია უკმაყოფილო 40-60 ხო 60 უკმაყოფილოა არა ერთი წამით 60 დადებითად აფასებს გაუკვირდა რა ვაი არა არ დამიკვირდა ისე გაგიკვირდა რა ვერ დავინახე და რატომ მაბრალებ რაღაცებს მე პირდაპირ არა არ მეხურებთ იმიტომ რომ დღეს მე დამაბრალებ არ მინდა რატო წაიყვანე ესე რატო თქვის არა იცი რა არის რატო ზივარ მომისმენ რატო ზივარ არა მომისმენ ერთ რაღაცას გეტყვით ხალხო ვაფშე ყველამ რატო ვარ აქ ჩამომიყვანეთ ამ ქვეყანაში სადაც ფეხბურთი იყო გაპარტახებული დანგრეული ხო გამიწოდეთ დახმარების ხელი ხო დავტოვე ყველაფერი ოჯახი ფეხბურთი სახლი კარი და ჩამოვედით ხო ხო და მაგას გეუნებენ და როგორ მომექცა ქვეყანა მაგასაც გედმი კი გაინტერესებთ როგორ მომექცა მე ჩამომიყვანე იცი როგორ სახელმწიფო პროგრამით რა წინამთავრობამ ხო რა ვიცი ამათ გონიათ რომ მე ნაციონალი ვარ არავითარი კავშირი არ მაქვს არც ნაციონალებთან არც ოცნებასთან არც ლეიბორისტებთან და ვაფშე სულ ფეხებზე მკიდია რომ დომებოდა რა ქვია იმას თქვენ კაი ხალხო პოლიტიკა ხო ეხლა ვიქნებოდი ევროპარლამენტში ვიждდებოდი რომლისთვისაც ხო აქ დღეს ჩვენი პარლამენტარები კი არა მთელი საქართველო ალბათ ხელებსა და ფეხებს დადებდა რომ იქ რო შეგონოდა ის შანსი გაიგე მაგრამ აქ ჩამოვედი იმიტომ რომ გაიგე აქ დამიძახეს მე ხო და შენ თქვენ თუ იცით გიცით ეგა ისა ხო ყველა იმ რა ქვია იმას სახელმწიფო პროგრამიდან ხო ერთადერთი ტრენერი ვარ მე რომელზეც ჩემზე უარი თქვის რა დამაცეს ყველას უხდიან ხო ყველა რეგბი კალათბურთი რა ვიცი ჩოგბურთი ცხენბურთი წყალბურთი თუ რა ვიცი რა არის ხო იცი რა არის ყველაზე ცუდი იცი რა არის ხალხო აი ჩვენ პროგრამას ხო იცი რამდენი ხალხი უყურებს საუგარეთ მთელი ჩვენი ქართველი ემიგრანტები რომლებიც არიან უცხოეთში და ელოდებიან რომ აი როდის დადგება ის დრო ამ ქვეყანაში ჩამოვლენ გაიგე თავიანთ ქვეყანაში ჩამოვლენ გაიგე და ესენი რომ უყურებენ ამ გადაცემას ვინ გაბედავს აქ ჩამოსვლა ვინი ფიქრებს ვინი არა იმ სიტუაციას უყურებს რა ხდება აქ ვინ შეიძლება თქვენ აი 62% აფასებს დადებითად თქვენ მუშაობას და წარმატებული არის თქვენი მუშაობა. ნუ ეხლა რო გეთქვა და ალბათ კიდე 60 წელიწადს გავაგზავნებდი კონტრაქტს ეხლა უკვე გვიანარი რა მაინტერესებს ხო აი ბოლო კითხვა და ან კი მითხარით ან არა დღეს თქვით პრესკონფერენციაზე რომ პოლონეთთან წაგების შემთხვევაში ორივე შემთხვევაშიც მივდივარ ორივე ხელწევს და მოგების შემთხვევაში დიდი სიამოვნები წავალ კიდე რა უფრო უმეტი სიამოვნები წავალ რა მართლა გეუბნები რა ყველა ოღონდ ღმერთმანქნას მოვიგოთ ხალხო ოღონდ თქვენ რამე გააკეთეთ ფეხბურთისთვის ხო ყველაფერს გებიცები რა წავალ საერთოდ აღარ გამოვიხედავ საქართველოსკენ რა ოღონდ თქვენ რამე გააკეთეთ ფეხბურთისთვის და მე წავალ ვაფშე საერთოდ აღარ გამოვიხედები რა არა იცი რა არის აქ ეკლა რაღაციოს აი უკვე იცი რა არის ახალი რაღაცა პოლიტიკური ის რაღაცა ხო რაღაც არეულებები რაღაცეები და ხალხი გამოვიდა და პოლიტიკოსები ხო რომლებიც ამდენი ხანია პოლიტიკაში რაღაც და სულ ფეხბურთის ტერმინოლოგიით დაიწყეს ლაპარაკი რა ხო ფეხბურთი პოპულარულია რა წამოიდგინე მერე შეკაიგაცო რო ხარ პოპულარული რო არის და რო გააგ იმის შანსი რო იქ რო ხარ რაღაცა გააგეთი 1-2 კაპეკის ეს ფეხბურთს რაღაცა რო იშვებს გასაგები უბრალოდ გასაგები ჩვენს მიმართ რო იშვე ეთქელს ეს ჩვენს მიმართაც და ყველას მიმართ ისე გასაგები მე არავის არ მეშინია მე არც არავის უგოდ ვერ გავიგე ფრაზები რაც მაშინ მეშინოდა არც ეხლა და არც მომავალში არ შემეშინდება დიდი მადლობა რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით და განვაგრძობთ გადაცემას